მოგესალმებით მეგობრებო. მე ვარ ერთ-ერთ ფინაში, რომელიც მე დავქსელე. ახლა უნდა მოვახდინო უშუალოდ მონტაჟები ბატარეების, კონკანების, გათბობის ქვაბის და სხვა ინსტრუმენტების, რომელსაც განახებთ. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ შემოვედი ფინაში გული შემიწუხდა. თქვენთან კი მერიდება ამის ჩვენება, თუმცა მინდა რომ ცოტათი მაინც მივაწვდინო ხმა იმ მოხელეებს, რომლებიც ესეთ მდგომარეობაში შეუძლიათ დატოვონ ბინა. ელემენტარული სისუფთავის დაცვა ნებისმიერ შეგიძლიათ, რომ ეს ქაოსი არ შეიქმნას. არავინ არ გთხოვთ ტილოთის სირბილს და მოწმინდას, მაგრამ ელემენტარულია რომ მოვასუფთავოთ. ესეთი ქაოსი არ იყოს ხოლმე ობიექტზე, რაც ძალიან ცუდად ჩანს. მუშაობაც კი არ მოგინდება ადამიანს, მე ეგრე ვარ, ძალიან წყალებში წიკიანი ვარ და ძალიან მიყვარს სისუფთავე და ეს საასაშინელებაა. აქ ძველ ბინებში მოგეხსენებათ, რომ ცენტრალური დამკეტები ვანებში კეთდებოდა ხოლმე, მე გადმოვიტანე სამზარეულოს მხარეს და გაფილტრა და სუჩი კი იქნება დამალული, ეწოდებულ კარადის ქვევით. აქ უნდა მოხდეს ქვაბის მონტაჟი, რომელსაც დამონტაჟებულ მდგომარეობას აუცილებლად განახებთ, პირველ რიგში შექოვნება უნდა დავალაგო და მოვაწესრიგო. ხო და შეეხება დამცველი სისტემას. დამცველი სისტემა გაკეთებული ისე, რომ თუ ვინუსობა და სისტემას დაცლა დაჭირდება, იმ შემთხვევაში ეს სისტემა კი არ გადაიქცეს გარეთ და გადაესხას მეზობლებს თავზე, არამედ შევიდეს უშუალოდ წყალარინების სისტემაში და მოხდეს ისე დაცლა, რომ არავინ არ დაზარალდეს ან შეწუხდეს თქვენი წყლის დაცლით. ნახეთ, რა მდგომარეობა ოთახში უბრალოდ გული მიწუხდება რა. ეხლა მე ამ ყველაფერს ასე რომ ვთქვათ, მოვაწესრიგებ, შემდგომ უკვე განახლებთ საბოლოო ვარიანტს.